გითხარით ცხადია პირველ რიგში, აი რა ასოციაციები გაგიჩნდათ, რა პარალელები, მაშინ როდესაც ისმენდით ინფორმაციას, ის რაც ხდება დღეს უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში ახალგაზრდების სტუდენტების წინააღმდეგ. 10-ზე მეტი სტუდენტი არის გარიცხვის წინაშე დამდგარი რისკის ქვეშ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში აღშფოთებას ალბათ როგორც უმეტესი ჩვენთაგანი, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს ნამდვილად აღშფოთების მიღმა არ ვიცი რა უნდა გაუჩნდეს. ჩემი აზრით, ეს სტუდენტები არიან ზუსტად ის კატეგორია სტუდენტების, რომლებზეც მე მაგალითად ჩემ სტუდენტობაში ვოცნებობდი, რომელთაც განვითარება სურთ, რომელთაც პროგრესი სურთ, რომელთაც თვითგამოხატვის უფლება სურთ და ასე შემდეგ. და მათი პროტესტის არსებობა ჩემთვის სრულიად ბუნებრივია და აღფრთოვანებული ვარ მათი სიმტკიცით, თუნდაც ეს 83 დღე, რომელიც ესე გაატარეს ამ ერთობით, ამ სულისკვეთებით. და რა თქმა უნდა, მეც როგორც ყოფილი სტუდენტი იგივე ინსტიტუტის, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის გამიჩნდა სურვილი ჩემი სოლიდარობა გამომეხატა და მაქსიმალურად დამეჭირა მათთვის მხარი. კი ბატონო, თქვენი პირადი ისტორიის შესახებაც საინტერესოა ჩვენი მაყურებლებისთვისაც. მოკლედ, აი, რატომ გაგახსენდათ ის პერიოდი, როდესაც ჩამოხვედით ვორქშოპის ჩასატარებლად უნივერსიტეტში და რა მოხდა შემდეგ იქ, ანუ რამ მიგვიყვანა ჩვენ დღევანდელობამდე? ეს ინსტიტუტი თავისთავად მიუხედავად იმისა, რომ მე ეგ პერიოდი ძალიან მიყვარს და ძალიან თბილად მახსენდება, მაგრამ მახსენდება იქ შეძენილი ადამიანების გამო და რამოდენიმე განსაკუთრებული ლექტორის, რომლის სინდისეც იყო ფაქტიურად მაშინ ჩვენი სწავლა-განათლება. მიუხედავად ამისა, თვითონ სისტემურად ყოველთვის იყო ძალიან რეგრესული, გაჩერებული, დროში გაყინული, სულ იყო რაღაცა წარსულის გაღმერთება და მე გერმანიაში რო ჩამოვედი უკვე სასწავლებლად და ასევე თეატრის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რაღაც არ ვიცი. ფაქტიურად არაფერი არ ვიცი, რაც ხდებოდა თანამედროვე სამყაროში. მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ ასევე ძალიან რთული იყო ინფორმაციის მოწოდება, ჯერ არ იყო ინტერნეტის ეპოქა და ასე შემდეგ. და თვითონ სისტემურად ყოველთვის იყო რაღაცა ძალიან ისეთი ჭაობი, რომელიც ყველანაირ პროგრესს ებრძოდა. არ ვიცი ეს თვითონ ეს საბჭოთა გადმონაშთი იყო, თუ უბრალოდ რაღაცა კომფორტის ზონა ჰქონდა შექმნილი ამ ადამიანებს, ვინც იქ ასწავლიდნენ, ნუ უმეტეს რა თქმა უნდა, იქაც იყვნენ, მინდა აღვნიშნო და ხაზი გაუსვა ძალიან კარგი ლექტორებიც, რომლებიც უბრალოდ აი მართლა თავის სინდისის გამო გვასწავლიდნენ, თორე სისტემა მათ ამას არ თხოვდათ. და ჩემი ისტორია ხო ძალიან ისეთი ირონიულია, რომ ამ ამბავს გამახსენა. 12 თუ 13 წლის წინ მოხდა ეს ამბავი, როდესაც მე გოეთე ინსტიტუტმა მიმიწვია, რომ ჩამეტარებინა ვორქშოპი დრამის რეჟისორებისთვის და მსახიობებისთვის. მე ვიყავი ხაზზე ორგანიზატორებთან, ანუ გოეთე ინსტიტუტის ეგიდით ხდებოდა, მაგრამ თეატრალურისთან მქონდა კავშირი და დამიდასტურეს, გაზავნილი მქონდა უკვე მასალა და ერთი კვირის მანძილზე უნდა ეს ინტენსიური ვორქშოპი ჩამეტარებინა ამ სტუდენტებთან. და რო ჩავედი, აღმოჩნდა, რომ არავინ არაფერი არ იცის და მეტიც არ სურთ ცოდნა, იმიტომ რომ ეგრძალებათ სტუდენტებს ამ ვორქშოპზე დასწრება. ანუ ფაქტიურად ეგრე გამოვიდა, რომ ვერ გაანთავისუფლებენ. მე ჩავედი ჩემი მხატვრით, ფაქტიურად სრულიად უაზროდ, ფუჭად, ამხელა გზა გავიარეთ, ამხელა შრომა და მომზადება ჩავდეთ და ძალიან გავბრაზდი მაშინ. იმდენად რაღაც დავიშოკე, რომ ვერ მივხვდი რა უნდა მექნა და არ დავყარე ფარხმალი და მე რაღაცა ესეთ კონსპირატიულად გავეცი. კანონი დაარღვიეთ ირიბად, რომ ვთქვათ, შემდეგ უკვე ეგრე გამოვიდა, ხო, ანუ ეგრე გამოვიდა, ზუსტად ამაზე გავამახვილე ამ ჩემ პოსტში ყურადღება, რომ თვითონ სისტემა გაიძულებს ამ კანონის დარღვევას, ან რაც თქვენ ახლა წაიკითხეთ, ვიზიარებ ამას მაქსიმალურად, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის ეს პროტესტიც რატო გაჩნდა, რომ ძალიან ბევრი რაღაცაა შესაძლებელი, ძალიან ბევრი რაღაცა არ არის ისე როგორც უნდა იყოს და სტუდენტის ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა, რომ პროგრესირდეს, რომ თანამედროვეობას აუბას ფეხი, იმიტომ რომ იქ მიღებული სწავლით ან განათლებით, თუნდაც იგივე ევროპული სტანდარტებით რომ იმსჯელოთ, შეუძლებელია თუნდაც იგივე თეატრში მუშაობა, იმიტომ რომ იქ არანაირ პროფესიონალიზმს არ გასწავლიან, არ გამზადებენ თანამედროვეობისთვის. ანუ ფაქტიურად რაღაცა წარსულში ვართ, რაღაც მავზოლეუმ
ავტონომია ერთგვარი, ასე უხეშად რო ვთქვა და ძალიან ჩემთვის ძალიან ბუნებრივია და მე მახარებს ეს, იმიტომ რომ თუნდაც ჩემი სტუდენტობის დროს მე როდესაც რაღაც პროტესტს გამოვხატავდი, ძალიან ხშირად მესმოდა ეს, რომ აი მაინც არაფერი არ შეიცვლება და რატო იწუხებ თავს. მე 10 წლის თავზე უკვე ამ ვორქშოპის ჩატარებისას სტუდენტები მაინც მოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დაემუქრან, მიუხედავად იმისა, რომ აიგრძალათ ლექციის გაცდენა, იმიტომ რომ უკვე იყო ეს პროგრესი. და ეხლა მით უმეტეს 93 დღის მანძილზე ფოიეს იკავებენ. ან დრო ვერ ჩერდება, ვერანაირად ვერ გააჩერებ. განვითარება და ტრანსფორმაცია არის ბუნებრივი მოვლენაა და ცხოვრების ნაწილია ყველაზე ისეთი ალბათ დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, ეს ჩემთვის ძალიან ამ თელ ძალიან ცუდ მოცემულობაში თუ რამე დადებითი შეგვიძლია ვთქვა და აღნიშნოთ, ნამდვილად ეს არის, რომ ეს პროგრესი თუნდაც ბოლო 20 წლის მანძილზე სტუდენტებს რო შევხედოთ, შეინიშნება და არის. და ძალიან დიდი მზაობა და ინტერესია ამ რაღაცა განვითარების, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით სტუდენტს ეს უნდა ახასიათებდეს, სხვანაირად ვერ წავა წინ და ვერ გახდება ამ თანამედროვეობის ნაწილი. კაბატონინო, ჩვენ ხედავდით ამ პროტესტის დასაწყისში, როდესაც რეპრესიების პირველი აქტიური ფაზა და ტალღა იყო ქუჩაში, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით ძვლებს ამტვრევდნენ მოქალაქეებს, მაშინ იყო ცხადია მკაფიო და ხმამაღალი რეაქცია საზოგადოებაში. დღეს, როდესაც უკვე სტუდენტები გარიცხვის რისკის წინაშე დგანან, აი ასეთ მძაფრ რეაქციას ვერ ვხედავთ. პრინციპში ესეც არანაკლები საშიშროება და საფრთხეა ასეთი პრეცედენტის დაშვება, ხომ? თავისი შინაარსით რეპრესიას არანაკლებ გამოხატავს. აი როგორ გგონიათ, რატომ არ არის უფრო მძაფრი რეაქცია? არ ვიცი, შეიძლება იმდენ ფრონტზე ხდება ეს უსამართლობა და იმდენი რაღაც ყოველდღიურ რეჟიმში ირღვევა კანონი, რომ ძალიან რთულია ალბათ ყველა ამ კერას სათანადოდ ან გააშუქო და გვერდში დაუდგე, თუნდაც ის რომ პარალელურ რეჟიმში როდესაც ეს ხდება 11 ადამიანის აბსოლუტურად უდანაშაულოდ დაჭერილი ადამიანის სასამართლო მიმდინარეობს და გასაგებია რომ ფიზიკურად ვერ იქნები ყველგან, იმიტომ რომ აღარ იცი უკვე რამდენი usამართლობა უნდა გააპროტესტო. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თუნდაც ამ სტუდენტების შემხედვარე, რომ ესე არ დარჩება, ისინი გააგრძელებენ ამ პროტესტს მიუხედავად იმისა, რომ ეხლა თქვა ქუჩაში გამოყარეს, არ აქვს ამას მნიშვნელობა სად, თავარი ეს სულისკვეთება არ მორჩება და ჩემი აზრით უბედურება ის არის, რომ თვითონ აი ამ მართლ პარტიას და აი ამ სისტემას არ ესმის, რომ ამით უფრო ამძაფრებენ და ამძაფრებენ ყველაფერს, იმიტომ რომ ადამიანებს ნამდვილად მე მგონია, რომ დიდ ნაწილს აი ამ პროტესტში მყოფი ადამიანებს გაცნობიერებული გვაქვს, რომ დასაკარგი ძალიან ცოტაა და მოსაგები ფაქტურად ყველაფერია. აქედან გამომდინარე, ეს უკვე ისეთი მდგომარეობაა და უკვე ეს 100 დღეს რო გადაცდა და ეს თვითონ ვადაც და დროც და მთელი ეს ინვესტიციაც რაც არის გაკეთებული ადამიანების მიმართ და თუნდაც ეს ყოველდღიური ქუჩაში დგომა უკან ნაბიჯს ვეღარ გადადგავს ვერავინ, ვისაც მართლა უყვარს თავის ქვეყანა და ვისაც უნდა ადამიანური ღირსეული მომავალი. და მაინც ეს არის ბიუროკრატიის შურისძიება სტუდენტებზე, როცა თქვენც წერდით, რომ შენარჩუნება ამ თავარი იდეა და არა განვითარება. როგორ მივიდა სისტემა ამ გადაწყვეტილებამდე, ამ ტიპის გადაწყვეტილებამდე, რომელიც არ გვინახავს 1937 წლის შემდეგ. დღეს ეს ეწერა სწორედ ბანერებზე სანდრო ახმეტელიდან დღემდე. არის თუ არა ეს შურისძიება ძველი სისტემის სწორედ განვითარების სურვილზე? არ ვიცი, ძალიან ბევრი პარალელი არსებობს, რა თქმა უნდა და ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს ისტორიულად ძალიან ბევრი მაგალითი, რამაც წარსული უნდა გაგვახსენოს ნამდვილად ამ მოცემულობაში. თუმცა მე ხლა უფრო აწყვოზე კონცენტრირდებოდი, ჩემი აზრით ეს არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ისტორიის გახსენებაც, რომელიც ასევე ფალსიფიცირებულია მმართველი პარტიის მიერ და ყოველთვის ყალბდება დიქტატურის ერთ-ერთი ძალიან დამახასიათებელი თვისებაა, ჩემი აზრით, რომ ყველაფერი მოარგო იმ ნარატივს, რომელსაც და ეს ნარატივი არის უბრალოდ შენარჩუნება. მაგრამ მოვედით ალბათ ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან დიდი ხანი თვითონ ეს პარტია და ეს სისტემა წყვილს გვასაღებდა სიმართლედ. და ძალიან ბევრი ადამიანი რაღაცნაირად ისიც მესმის, რომ 30 წლის მანძილზე და დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ძალიან
ფაქტიურად არ არსებულა რაღაც არც ერთი ფაზა ჩვენს უკან ამ ახალ ისტორიაში, სადაც მართლა რაღაც სიმშვიდე არსებობს, რაღაცა სადაც შეგიძლია მოდუნდე. ყოველთვის იყო რაღაცა, რის გამო პროტესტი იყო საჭირო. აქედან გამომდინარე, მესმის, რომ ადამიანები ძიღლებიან, რომ ყველას თავისი ყოფა, თავისი პრობლემა აქვს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შესცვალა და ვერ გამოასწორა, ეს არის სოციალური უთანასწორობა და აქედან წარმოქმნილი ძალიან ბევრი პრობლემა. და ძალიან დიდი თემაა, რომელსაც ახლა ესე მართლა რამოდენიმე წინადადებაში ვერ ჩავდევთ, მაგრამ ალბათ კომფორტული იყო რაღაც ხრივ აი ამ რაღაც ტყუილის დაჯერება, კომფორტული იყო რაღაც ხრივ რაღაცების წაყრუება და რაღაცა შეჩვეული ჭირიო, როგორც ამბობენ, ხანდახან გირჩევნია იმ რაღაცა ახალს, რომელიც გაშინებს და ეს ბრძოლის ალბათ ეს უნარებიც არის, რომელიც ბლაგდება ამდენ ბრძოლაში, ეს გაუჩერებელ რეჟიმში, მაგრამ ეხლა უკვე იმდენად სააშკაროზეა გამოტანილი და იმდენად უკვე მკვეთრად ჩანს სადმივე ქანებით, რომ ეს უკვე აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა და ჩემი აზრით, არ ვიცი, მე ნამდვილად აღარ მესმის, როგორც მოქალაქეს იმ ადამიანების პოზიცია, რომელიც ჯერ კიდევ იტყუებენ თავს და ჯერ კიდევ ამბობენ, რომ არაფერი არ ხდება. იმიტომ რომ მართლა კიდევ ერთხელ გავუმეორდები, მართლა ყველაფერი გვაქვს დასაკარგი, არაფერი გვაქვს დასაკარგი და ყველაფერი გვაქვს მოსაგები. ბატონო და ბოლოს ქალბატონ ნინო, რას ეთყოდით სტუდენტებს, რომლებსაც ასე ამხნევებს და სჭირდება თქვენი სოლიდარობა? ვეტყოდი, რომ ისინი არ არიან მარტო. მე დღეს ზუსტად დღეს შემეხმიანა ჩემი ყოფილი აქაური ჰამბურგის ალმა მატერი, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ თანადგომა გამოხატონ და სოლიდარობა. აქ ძალიან ბევრი ადამიანია, თუნდაც ემიგრანტები და არა მარტო, ასევე ჩემი ბევრი გერმანელი კოლეგა ჩართულია ამ რაღაცა დაინტერესებულები არიან, ესე ვიტყვი. მზაობა არსებობს სოლიდარობის, მზაობა არსებობს მხარდაჭერის და ჩვენ მაქსიმალურად მე პირადად შევეცდები, რომ სტუდენტებს მარტო სიტყვიერად არ გამოუხატო ჩემი მხარდაჭერა, ვიპოვოთ ჩვენ გზები, რითიც შეგვიძლია ისინი გამომხნევოთ, მხარში დაუდგეთ, იქნება ეს ფინანსურად, იქნება ეს მორალურად, იქნება ეს ფსიქოლოგიურად, თუ სხვადასხვა გზებით და ნამდვილად ძალიან ვამაყობ, რომ დღეს საქართველოში არსებობს ეს სულისკვეთება, რომ ეს სტუდენტები ნამდვილად ისეთი სტუდენტები არიან, რომელზეც მე ჩემი სტუდენტობისას ვოცნებობდი. კი ბატონო, თუ საბოლოოდ მაინც მათი გარიცხვით დასრულდება ეს ამბავი, ასეთ შემთხვევაში მათ შეიძლება საშუალება ჰქონდეთ შემდგომში, არ ვიცი, პერსპექტივის, ანუ თქვენმა ნათქვამაც გააჩინა ოპტიმიზმი მათი დახმარების შესახებ. კი, ნამდვილად არის. განათლების სწავლის მიღების გაგრძელების შესაძლებლობა შეიძლება ჰქონდეთ მათ თუ რა განიხილება დახმარებაში, როდესაც ამბობდით ამის შესახებ. ეს ძალიან ახალია ფაქტიურად დღეს დილით მე ჩემ სტატუსს მოყვა გამოხმაურება ჩემი ყოფილი ლექტორების მიერ და ალბათ ხვალანზე ჩვენ გვექნება რაღაცა სხდომა ონლაინ ჩართვა, სადაც დავგეგმავთ ან ვისაუბრებთ იმ მეთოდებზე და იმ შესაძლებლობებზე, რითიც შეგვიძლია ეს მხარდაჭერა გამოვხატოთ. მე ძალიან არ მინდა იმის თქმა, იმიტომ რომ თვითონ ეს უკვე არასწორია. რა თქმა უნდა, ყველა სტუდენტს და მით უმეტეს ეგეთ სტუდენტებს აქვს შანსი საზღვარგარეთ გააგრძელონ, წავიდნენ და მხარდაჭერაც მიიღონ, მაგრამ ეს თვითონ უკვე ძალიან არასწორი მიდგომა მგონია, იმიტომ რომ ჩვენ ეს საუკეთესო მართლა რაღაცა ოქროს ფონდი და ეს ჩვენი მომავალი არ უნდა გავრიყოთ ქვეყნიდან და იმაზე ვიმუშაოთ, რომ მათ ყველაფერი ის, რაც ახლა სჭირდებათ, საქართველოში მიეცეთ. გასაგებია, მე მომიწია, მე ზუსტად აი ამის გამო წამოვედი, მე მინდოდა ანუ განათლების მიღება და ხვდებოდი, რომ ეს არ არის ის განათლება, რომელსაც მე შევძლებ რაღაცა თანამედროვე სტანდარტებით მუშაობას და მივიღებ იმ ცოდნას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩემ პროფესიაში შევდგე. და მაშინ სულ სხვა პერიოდი იყო, ძალიან მაშინაც არ ყოფილა მარტივი, მაგრამ
ახლა კიდევ უფრო რაღაც თითქოს გაუარესდა, კიდევ უფრო რაღაცა რეგრესირდა ეს ყველაფერი. და ჩვენ ზუსტად ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. თორემ თქმა უნდა, ყველას აქვს ამის უფლება და ნამდვილად იმსახურებენ ისინი, რომ მიიღონ ის განათლება, რაც მათ სჭირდებათ და გახდნენ ისეთი პროფესიონალები, რომლებზეც ალბათ თავად ოცნებობენ, რომ იყვნენ. მაგრამ მხარდაჭერა მგონია, რომ ჩვენი ახლა ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, მარტო ჩემი პირადად არ ვიძახი, ყველა საზღვარგარეთ ყოფი ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, რომელიც თანაუგრძნობს ამ მთელ სიტუაციას და ამ პროტესტს, მიმდინარე პროტესტს საქართველოში, რომ ჩვენ საქართველოშივე შევცვალოთ ეს პირობები, ამ უსამართლობას მანდ ვებრძოლოთ და ყველას მართლა არ მოუწიოს ქვეყნის დატოვება, იმიტომ რომ ეს არასწორი მგონია. კი ბატონო, ჩვენი სტუმარი სტუდენტიც სხვათა შორის ცოტა ხნის წინ თემა ვაჭარაძეც ამბობდა, რომ მე ჯერ ვარ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი და ჩვენ სიტყვას ვიტყვით თეატრალური უნივერსიტეტიდანაც, რომ მათი სურვილით ცხადია ეს არის. ვიმედოვნოთ, რომ მათთვის წარმატებით დასრულდება ეს ამბავი.